ანტიმიულერის დონე და დაურსულების შანსები. 3-დან 7 ნანოგრამი მილილიტრი მაღალი მაჩვენებელი არის. ეს ნიშნავს, რომ საკვერცხეებში კვერცხუჯრედების რეზერვი ნორმაზე მეტი არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ძალიან კარგია, რადგან ის შეიძლება ასოცირდებოდეს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომთან. თუმცა მხოლოდ ანტიმიულერის ჰორმონით არ ხდება პიკოსის დიაგნოსტირება. 1-დან 3 ნანოგრამი მილიმეტრი ნორმალური საშუალო მაჩვენებელია. ეს ითვლება კლასიკურ ნორმად რეპროდუქციულ ასაკში და ნიშნავს, რომ საკვერცხეებში საკმარისი რეზერვი არის კვერცხუჯრედების და ოვულაციაც მიმდინარეობს. 0,7 ნანოგრამი მილილიტრი რეზერვი შემცირებული არის, თუმცა ორსულობა შესაძლებელია. აუცილებელია რეპროდუქციული გეგმა, მაგალითად კვერცხუჯრედების გაყინვა და კრიოკონვერსაცია, თუ ჯერ ორსულობას არ გეგმავთ. ანტიმიულერი 0,3 და ქვევით ძალიან დაბალი რეზერვი, თუმცა ორსულობა მაინც შესაძლებელია და ინდივიდუალურ შემთხვევებში არის დამოკიდებული. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქტოლოგის ჩართულობა და თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული რეპროდუქციული სტრატეგიის შემუშავება, ხელოვნური განაყოფიერება ან ბოლო ვარიანტად კვერცხუჯრედის დონაცია. ანტიმიულერის ჰორმონი არის საკვერცხეებში კვერცხუჯრედების რეზერვის მარკერი და არ არის ორსულობის პირდაპირი პროგნოზის განსაზღვრელი. ორსულობა ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული: ასაკზე, ოვულაციაზე, მილების გამტარობაზე და პარტნიორის სპერმის ხარისხზე. და ბოლოს, მიუხედავად ძალიან დაბალი ანტიმიულერის ჰორმონისა, ორსულობის შანსი ყოველთვის არსებობს, სანამ ორგანოში ერთი კვერცხუჯრედი მაინც მწიფდება.